სოციალური უთანაბრობის ინდექსი საქართველოში მაღალია. დასკვნა ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა ორგანიზაცია მოამზადა დოქტრინა. სახელწოდებით ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიხეილ დუნდუას განცხადებით, საქართველოში სიღარიბისა და ეკონომიკური არასტაბილურობის დონეც მაღალია. მისი თქმით, ამ რეიტინგში საქართველოს სახიფათო ზონაში იმყოფება. კვლევის შედეგებზე კომენტარი ფინანსთა მინისტრმაც გააკეთა. ნოდარ ხადურის თქმით, ქვეყანაში სოციალური უთანასწორობა მართლაც მაღალია, რაც შემოსავლების არათანაბარი გადანაწილებითაა გამოწვეული. ჩვენ ყველაზე დაბალი ცუდი მაჩვენებელი გვაქვს ეკონომიკური არასტაბილურობის და სიღარიბის კუთხით ევროსაბჭოს ყველა სახელმწიფოს შორის, რაც ძალიან ცუდი მაჩვენებელია და ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ წლიდან წლამდე ეს პოზიცია უარესდებოდა. ჩვენი რეკომენდაცია არის, რომ რაც შეიძლება მეტი ყურადღება მიექცეს რეგიონების განვითარებას, იმიტომ რომ ყველაზე მეტი უთანაბრობს რეგიონებსა და ცენტრს შორის არის. საქართველოში სოციალური უთანასწორობა ძალიან მაღალია. ჯინის ინდექსი, რომელიც აღწერს ქვეყანაში შემოსავლების გადანაწილებას, ჩვენთან არის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი. მაგალითად, თუ კი არის ევროპის ქვეყნებში ეს არის 25-დან 30-მდე, პირობითად საქართველოში არის 45-ის ფარგლებში, ანუ ძალიან მძიმე მდგომარეობა ამ თვალსაზრისით. სოციალური ფონი რომ მძიმეა, ეს არის ფაქტი, მაგრამ ამას სჭირდება კომპლექსური მიდგომა და კომპლექსური მიდგომის მთავარი ამოცანა არის ის, რომ საქართველოს ეკონომიკაში უნდა დაიწყოს პროცესები, რომელიც ზოგადად ეკონომიკურ ამავლობას შეუწყობს ხელს.